მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი პაატასალია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პაატასალია წლების განმავლობაში აწარმოებდა ძალიან წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის ყოფილ მინისტრ ანდრი ოხანაშვილს გაწეული სამუშაოსთვის და მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. მას აქვს ყველა თვისება იმისათვის, რომ ღირსეულად უხელმძღვანელოს ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე უწყებას ჩვენს ქვეყანაში. ის არის არა მხოლოდ ძალიან კარგი პროფესიონალი, არამედ ყველანაირი ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული კეთილსინდისიერი ადამიანი. მინდა პაატასალიას ვუსურვა ძალიან დიდი წარმატებები. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება არაჩვეულებრივი იუსტიციის მინისტრი. განაცხადა ირაკლი ყობახიძემ. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური აუცილებს. ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ყავდეს ქვეყანა, რომელსაც 1 წლის წინ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი 1 წელიწადში ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად იქცეს. გაუწიეთ წინააღმდეგობა. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ღონისძიებაზე შეხვედრა დემოკრატიისათვის სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზურაბიშვილმა ისაუბრა რუსულ საფრთხეზე, მის სტრატეგიაზე და აღნიშნა, რომ საქართველოში რუსეთმა ყველაზე დახვეწილი საარჩევნო манипуляცია განახორციელა. რუსეთმა თავისი მარიონეტების ოლიგარქების მეშვეობით მიაღწია სახელმწიფოს თითქმის სრულ უზურპაციას. მან გააფრთხილა ევროპელები, რომ რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგია ყველას ემუქრება, რაც გამოწვევაა ევროკავშირისთვის და გეოპოლიტიკურად. უპირველეს ყოვლისა მადლობა საფრანგეთს, რომ არის და დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის გლობალური ბრძოლის ავანგარდში დგას, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის აპარატში რეორგანიზაცია გამოაცხადა. პარლამენტის აპარატის რეორგანიზაციის შედეგად მისი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა შეიცვლება. რეორგანიზაციის თაობაზე ბრძანება სახელწოდებით პარლამენტის აპარატის ზოგიერთ სტრუქტურულ ერთეულში რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ პაპუაშვილმა უკვე გამოსცა. რეორგანიზაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირად პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი განისაზღვრა. თუ ქართული ოცნება გადაწყვეტს, რომ იმის ნაცვლად შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აიღო ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, დატოვოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭო ის პირდაპირ დაადგება იმ გზას, რა გზაც გაიარა რუსეთმა. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსულ გზაზე საბოლოოდ შედგომის შემთხვევაშიც კი ეს იქნება დროებით, იმიტომ რომ ქართველი ხალხი არ მოითმენს, რომ ამ ქვეყანას მართავდეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი ქართული ოცნების სახით. ასევე შეასრულებს სამართლიანი არჩევნების დანიშვნის და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების საკითხს თუ ბოლომდე გაჰყვება პუტინის რუსეთის გზას, რომელმაც თავის დროზე სწორედ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისა და დემოკრატიული გზიდან გადახვევის შემდეგ დატოვა ევროსაბჭო და ამით განამტკიცა ავტორიტარიზმი. რუსულ გზაზე საბოლოოდ შედგომის შემთხვევაშიც კი ეს იქნება დროებით, იმიტომ რომ ქართველი ხალხი არ მოითმენს, რომ ამ ქვეყანას მართავდეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი ქართული ოცნების სახით, განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ყოველდღე ერთსა და იმავეს იმეორებს. თითქოს ქვეყანაში მშვიდობა და განვითარებაა, სინამდვილეში კი რაც დრო გადის საქართველო უფრო დაუცველი, იზოლირებული და მიტოვებული ხდება. ამის შესახებ სტრატეგია აღმოჩენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე შეფასებით დღეს საქართველოში მხოლოდ 3 მექანიზმი მუშაობს: ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ყოველდღე ერთსა და იმავეს იმეორებს. თითქოს ქვეყანაში მშვიდობა და განვითარებაა. რა მოუტანა ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანას? მეტი დაუცველობა, მეტი სიღარიბე და ხალხის გაღატაკება, მეტი კრიზისი, ქაოსი, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია. ჩვენ მივდივართ მხოლოდ წინ, ჩვენი გზა თავისუფლება, დაცულობა და განვითარება. მათი გზა შიში, სიღარიბე და დაუცველობა, განაცხადა გიორგი ვაშაძემ. პირდაპირ საზოგადოებას გპირდებით თქვენ ბატონო პრემიერო, რომ ღირსეულად ვემსახურები იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. ღირსეულად გავუმკლავდებით ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ახლად დანიშნულმა მინისტრმა პაატასალიამ იუსტიციის სამინისტროში განაცხადა, სადაც ის უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. პაატასალიამ მთავრობის მეთაურს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა წინამორბედს ანდრი ოხანაშვილს და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია აუცილებს. ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები. ყველა წინაარჩევნები ცესკომ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ყობახიძე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გამოიხმაურა მესამე სექტორის განცხადებებს ცესკოს დადგენილების შესახებ. მისი შეფასებით სპეკულაციები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არავის უკვირს. ამ გაყალბებული შედეგებით манипуლირებდა ყველაზე მდიდარი NGO-ების მთელი სპექტრი, მათ შორის იყო საერთაშორისო გამჭვირვალობაც. რა თქმა უნდა, გამყალბებლები სპეკულირებდნენ, მაგრამ მათ სპეკულაციებს ვერავითარი ფასი ექნება. იქიდან გამომდინარე, რომ ქართულმა საზოგადოებამ ამ ორგანიზაციების შესახებ ყველაფერი იცის, განაცხადა ყობახიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას ტოვებს. Როგორც უწყებაში ინტერპრეს ნიუს განუცხადა, სირაძე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს. ცნობისთვის, ვაჟა სირაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა და აღინიშნა, რომ ის სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორად ინიშნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით თელავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციის თანახმად მთავრობის თავმჯდომარე ფაქტორი განსახლების ადგილზე მცხოვრებ დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მათი საჭიროებები მოისმინა და აფხაზეთის მთავრობის მიერ ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პროგრამები და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება. ვესაუბრებით რუსეთს. გუსურს შეჩერდნენ, არ მომწონს დაბომბები, რომლებიც გრძელდება და ყოველ კვირას ათასობით ახალგაზრდა იღუპება. განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა. ის რომ მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ყოფილიყო. ეს საშინელებაა და არასდროს უნდა დაწყებულიყო. არასდროს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ყოფილიყავი 100%-ით, აღნიშნა ტრამპმა. თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორი კევინ ჰასეტი უარყოფს მოსაზრებას, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ამერიკელ მომხმარებლებს უფრო ძვირი დაუჯდებათ. ფაქტია, ქვეყნები გაბრაზებულები არიან და სამაგიეროს იხდიან და სხვათა შორის მოლაპარაკებების მაგიდასთან მოდიან. მივიღე ანგარიში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლისგან, რომ 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა პრეზიდენტს მოლაპარაკების დასაწყებად. ისინი ამას აკეთებენ, რომ ესმით ბევრი ტარიფი ეკისრებათ. არ ვფიქრობ, რომ დაინახავთ დიდ ეფექტს მომხმარებლებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჰასეტმა. შეკითხვაზე, რატომ არ შეიყვანა პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთი იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ტარიფები უწესდებათ, ჰასეტმა უპასუხა. აშკარაა, რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვფიქრობ, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ორი საკითხი არ გააერთიანებინა. ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს განცხადებით შეერთებული შტატები და ნატო ცდილობენ უკრაინაში მიმდინარე ომი დაასრულონ და ამ ძალისხმევის ფარგლებში შეერთებული შტატები ნამდვილად ცდილობს ამას მიაღწიოს, თუმცა ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა, რომელიც საკმარის არ აკეთებს ცეცხლის შეწყვეტისთვის. არსებობს მცდელობა, რომ ეს ომი დასრულდეს და როგორც ამ ძალისხმევის ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატები ნამდვილად ცდილობს. ახლა ბურთი აშკარად რუსების მოედანზეა. ისინი საკმარისად სწრაფად არ მოძრაობენ, ეს არის ჩემი შთაბეჭდილება. მათ შორის ის შთაბეჭდილება, რომელიც ჩემი ამერიკელი თანამოსაუბრეებისგან მაქვს, რუსეთმა მართლაც მეტი უნდა გააკეთოს ამ ომის დასასრულებლად, აღნიშნა რუტემ CBS News-თან ინტერვიუში. თურქეთის ოპოზიციის ლიდერის ოზგურ ოზელის განცხადებით სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად ქვეყანაში აქციები გაგრძელდება. როიტერსის ინფორმაციით რესპუბლიკური ხალხის პარტიის რიგგარეშე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, რომელზეც ოზელი პარტიის ლიდერად ხელახლა აირჩიეს, მან განაცხადა, რომ პარტია ყოველ შაბათ-კვირას მოაწყობს საპროტესტო აქციებს სხვადასხვა ქალაქში. ასევე დამატებით აქციებს სტამბოლის სხვადასხვა რაიონში ყოველ 4 შაბათს საღამოს. შეგახსენებთ, თურქეთში საპროტესტო აქციები 19 მარტს დაიწყო, როდესაც იმამოღლუ, რომელსაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად მოიხსენიებენ, კორუფციის ბრალდებით დააკავეს, რასაც მომიტინგეები, ოპოზიციური პარტიები, ევროპელი ლიდერების ნაწილი და უფლებადამცველები პოლიტიზებულ და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯს უწოდებენ. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.